დღეს გამართულმა სასამართლო პროცესმა ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების ადვოკატებს გაუჩინათ გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა პოლიტიკური ლიდერების დაკავება გადავადებულიყო, რადგან მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სთხოვა პროკურატურას, რომ წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა თვის ბოლომდე დაესრულებინათ, რადგან თამარ მახარობლიძეს როგორც ჩანს შვებულებაში უნდა ერთი თვით გასვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესები ოპოზიციის დევნის საქმეზე აგვისტოში არ ჩატარდება და სექტემბრიდან განახლდება, თუმცა რომელი სექტემბრიდან ჯერჯერობით ეს ჩვენთვის ბუნებრივია უცნობია. ფაქტი არის ის, რომ ახლა დაჩქარებული ტემპით წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაასრულდეს, ან კვირის ბოლოს უნდა დაასრულოს პროკურატურამ ამ მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც 47 ტომია, ან სამშაბათს უნდა დაასრულოს, რადგან მოსამართლემ სწორედ ეს სთხოვა პროკურატურას, რომ დაასრულონ წერილობითი მტკიცებულებები. დღეს 12 ტომი გამოიკვლია, სახელმწიფო ბრალდებამ, პროკურატურა ჯერჯერობით დროს ვერ გვეუბნება, როდის დაასრულებენ წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას. ვართ წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე და ზუსტად ვიცით, რომ ხვალინდელი და ზეგინდელი სასამართლოს ხდომა დაეთმობა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას. რაც შეეხება ზაფხულში მუშაობას აგვისტოში, აი ამაზე თუ შეთანხმდით, დღეს უნდა გადაწყვეტილიყო ეს დრაზე იმსჯა. ჯერჯერობით არა ვართ ჩამოყალიბებული, დამოკიდებულია იმაზე, როგორ გაგრძელდება წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. სულ არის 47 ტომი, დღეს გამოვიკვლიეთ 12 ტომი. ამიტომ ხუთშაბათს გამოჩნდება დაახლოებით, როგორ გაგრძელდება შემდგომ განხილვა. არის მოლოდინი, რომ ხუთშაბათს ბრალდების მხარე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს და უკვე შემდგომ გადაწყდება, როგორ გავაკეთებთ. იმდენი ტომია გამოსაკვლევი, რომ დღეს ხვალ და ზეგ სამივე დღე გვაქვს გამოსაკვლევად. კიდევ იქ ითაკვირა. და ნუ აგვისტოზე უნდა შეთანხმდეს, მოსამართლემ უნდა გითხრას გავდივართ, არ გავდივართ შვებულებაში, აი ეს ვითარებაა. კიდევ ვიდეოებია გამოსაკვლევი, რომელიც საათები დაჭირდება ამ ყველაფერს. შესაბამისად მასალა დიდია. მოსამართლეს ზოგადად ეჩქარება გითხრა, რომ დაიქნებ დავასრულოთ წერილობითი მტკიცებულებები. თუმცა ვხედავთ, რომ ბევრი ტომეულია და არ ვიცი როგორ დავასრულებ. განრიგი შეთანხმების პროცესია, რა თქმა უნდა, განრიგს უპირველესად განსაზღვრავს სასამართლო. ჩვენ ვაგრძელებთ ხვალ და ასევე ზეგ სასამართლოს ხვალებს. ვართ წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე და კონკრეტული გადაწყვეტილება შემდგომი კვირიდან როგორ გააგრძელებს მოსამართლე საქმის განხილვას, ეს ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. დენი პროცესი გჭირდება თქვენ, რომ დაასრულოთ წერილობითი მტკიცებულებები, დღეს რა მტკიცებულებები დღეს გამოვიკვლიეთ წერილობითი მტკიცებულების ნაწილი, 12 ტომი და საკანონმდებლო სრულობითია საქმე მოგახსენებათ. ყოველ დღე ფაქტობრივად ინტენსიურად მუშაობთ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა ხანგრძლივობას ასე რა თქმა უნდა ვერ განსაზღვრავ, იმიტომ რომ ეს არის მუშა პროცესი მარტივად რომ ვთქვა და დამოკიდებულია მხარების პოზიციაზე. რიგ შემთხვევაში არის ბევრი საკითხი, რომელიც მხარეთა შორის კამათის საფუძველიც ხდება, შეფასებებს ვაძლევთ. ამიტომ წინასწარ იმის თქმა და განსაზღვრა ჩვენ მხრიდან არ იქნება მართებული. თითქმის 6 საათის განმავლობაში დღეს სახელმწიფო ბრალდება საქალაქო სასამართლოში კითხულობდა პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, სტატუსებს, რომელთაც ისინი აქვეყნებენ სხვადასხვა სოციალური ქსელით, მათ შორის გამოიკვლიეს წერილები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნეს პროდასავლურად განწყობილმა პოლიტიკურმა ლიდერებმა. ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ამ მტკიცებულებებში, რომელიც დღეს გამოიკვლია, საგამოძიებო უტყებამ დანაშაულის ნიშნები არ არის. შესაბამისად მიაჩნიათ, რომ პროკურატურა ბრალის გასამყარებლად ამ მტკიცებულებების გამოკვლევა არ გამოადგებათ. დღევანდელ სხდომაზე იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გაგზავნილი სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართვა, იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ორგანიზაციების საქმიანობის კუთხით შესწავლა თუ ხდებოდა, ან თქვათ მათი თანხების ასე თქვათ გადარიცხვის საკითხი შესწავლა თუ ხდებოდა. და მათ შორის იყო ასევე უკრაინული მხარის მომართვა რიგ საკითხებზე, რომელიც ამან მოქმედებს შეეხება. ის სურას ელენეს და გიორგის საქმეში არის მნიშვნელოვანი ესენიები, რადგან უცხოა მე როგორც გითხარით, ამ საქმეზე გამოძიება სხვადასხვა კუთხით მიმდინარეობდა და მიმართულებით და ეს საკითხიც არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დაფინანსების ნაწილს შეეხება, არის საკითხი, რომელიც შეეხება სანქციების ნაწილს და რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი. ეს იყო საერთაშორისო სამართალ წარმოების ფარგლებში მიწერილი განცხადებები, თანამშრომლობის დოკუმენტები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და ერთი რაც ყველაზე გასაკვირი არის, დიპლომატიური ხაზით დაკავშირება უკრაინის საელჩოს მხრიდან საქართველოს
საელჩოს მიმართ დახმარებების მოთხოვნით, თუნდაც შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, რა ძალიან ნორმალურია ქვეყნებს შორის და ეხლა ჩემთვის საკმაოდ გასაკვირი იყო, რატომ მოხვდა საერთოდ ამ სისხლის სამართლის საქმეში ქვეყნებს შორის არსებული დიპლომატიური ხაზით მიმოწერები და მათ შორის ეს მიმოწერები არის მხოლოდ უკრაინის მხრიდან, ან პასუხი გაცემული არ არის, ან გაცემულია და სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოქმნილი. აქ უამრავი სისხლის სამართლის საქმის მასალაა, რომელიც კონტექსტუალურად არის კავშირში მათი აზრით და არა პირდაპირ. რომ რაღაცა თვალსაზრისით შეიძლება გარკვეულ კონტექსტს ქმნიდეს, მაგრამ კონტექსტუალური მტკიცებულებებს არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მტკიცებულება უნდა იყოს პირდაპირი ხასიათის, რომელიც უნდა უთითებდეს ბრალდებულის დამნაშავეობაზე, ანუ დანაშაულობაზე, ან ახასიათებდეს პიროვნებას და ოპოზიციის დევნის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი ხვალ 3 საათზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პროკურატურამ ხვალაც წერილობითი მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს.